8 დემონსტრანტი მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა წინასწარ პატიმრობაში დატოვა. იმის გამო, რომ ბრალდების მხარემ საკუთარი მოწმების დაკითხვა დაასრულა და მასზე ზეწოლის არგუმენტი აქტუალური აღარ არის, ბრალდებულებმა და ადვოკატებმა აღკვეთი ღონისძიების შეცვლა ითხოვეს. თუმცა უშედეგოდ. გთხოვთ, რომ ერთი თვე მაინც გაგვატარებინოთ ოჯახის წევრებთან მიმართა 20 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილმა მოსამართლეს. ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულები საბოლოო განაჩენს თვის ბოლოს ელოდებიან. დასკვნით ეტაპზეა უკვე სინდისის კიდევ ერთი პატიმრის 26 წლის დავით ხომერიკის საქმე. დღეს დასკვნითი სიტყვით სასამართლოს მისმა ადვოკატებმა მიმართეს, მას ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილის დამზადებას ედავებიან. თუმცა ბახუტაშვილი მუშაობს დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება და მოგვიყვება ბოლო ამბებს, რა ხდება და ან ხდებოდა სინდისის პატიმრების სასამართლოს ხდომებზე. Დიახეთი, პირველ ყოვლისა მოგიყვებით 8 პირის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით დღევანდელ ხდომაზე განიხილეს დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები, შეთანხმდნენ გამოიკულიეს წერილობითი მტკიცებულებები, მხარეები შეთანხმდნენ რიგი მტკიცებულებების უდავოდ გახდის საკითხზეც, ასევე დღევანდელ ხდომაზე ისაუბრეს თავად ბრალდებულებმა სინდისის პატიმრებმა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა და ვეფხია კასრაძემ. ნიკოლოზ ჯავახიშვილმა აღკვეთი ღონისძიების სლოსთან დაკავშირებით სთხოვა მოსამართლეს, რომ მან იცოდა წინასწარ განაჩენის შესახებ და ერთი თვე მაინც მიეცა სინდისის პატიმრებისთვის, რომ ეს დრო ოჯახის წევრებთან გაეტარებინა, ხოლო ვეფხია კასრაძე გამოეხმაურა ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც კიდევ ერთხელ საქართველოს 2008 წლის ომის დაწყებაში დაადანაშაულა. ჩვენ ვერ გთავაზობთ ჩანაწერს სასამართლოდან, რადგან ქართულმა ოცნებამ უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც სასამართლოს ხდომების გადაღება და გაშუქება აგვიკრძალა, თუმცა მაყურებელს შეუძლია მოისმინოს ციტატები ხდომათა დარბაზებიდან. მოწმებზე ზეწოლას რაც შეეხება, მოწმეები გამოკითხულია ყველა. დანაშაულის ჩადენას რაც შეეხება, სასამართლოს შეუძლია შინაპატიმრობა, სამაჯური, საზოგადოებრივი სამუშაო. მიმალვის საფრთხეზე ბევრჯერ მithქვამს. ერთი თვით ადრე ვიცოდი, რომ დაიწყებდნენ აქტივისტების დაჭერებს და ჩემი ჯერიც მოვიდა. ერთი თვე დარჩა ჩვენი პროცესის დასრულებამდე და რადგან ვიცი, რომ არ შეიცვლება აღკვეთი, მინდოდა მეთხოვა ერთი თვე მაინც გაგვეტარებინა ოჯახის წევრებთან ერთად. ნებისმიერი ძალადობის წინააღმდეგი ვიყავი ყოველთვის. ნებისმიერი ძალადობრივი მეთოდით სახელმწიფოს გადატრიალების, დაწყებული ზვიად გამსახურდიას მთავრობის პერიოდიდან. მე ბრძოლას გავაგრძელებ კონსტიტუციის ფარგლებში. სანამ ეს ხელისუფლება არ შეიცვლება, მე გავაგრძელებ ბრძოლას. ვერაფერი გამაჩერებს. მე ქედს არ მოვიხრი მტრების წინაშე. გუშინ მოვისმინე პრემიერის სამარცხვინო განცხადება, როგორც არ უნდა გძულდეს წინა პრეზიდენტი, არ შეიძლება შენი ქვეყანა დაადანაშაულო. მე სამაჩაბლოდან ვარ და ძალიან კარგად ვიცი, როგორ დაიწყო და როგორ განვითარდა ყველაფერი. საქართველოს ხელისუფლებას ომი არ წამოუწყია. იძულებული გახდა, რომ ჩაეტარებინა სპეცოპერაცია სიტუაციის განსამუხტად. 8 პირის ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმე უკვე დასკვნით ეტაპს უახლოვდება. პრაქტიკულად დასრულებული არის დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვაც და მტკიცებულებების გამოკვლევაც. მხოლოდ ერთ ადვოკატს გუჯა ავსაჯანიშვილს დარჩა 4 მოწმე დასაკითხი, რომელსაც შემდგომ ხდომაზე 13 აგვისტოს წარადგენს და 4-ვე მათგანს დაკითხავს სასამართლოს წინაშე. დღეს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დასვა ადვოკატებთან შეკითხვა, სურდათ თუ არა თავად სინდისის პატიმრებს ჩვენების მიცემა, თუმცა ადვოკატებმა ჯერჯერობით დააფიქსრეს 7 სინდისის პატიმრის პოზიცია, რომლებმაც თქვეს, რომ სასამართლოს წინაშე ჩვენების მიცემა არ სურდათ. შესაბამისად, როგორც ადვოკატები ვარაუდობენ, გადაწყვეტილება აგვისტოს ბოლომდე აღნიშნულ საქმეზე უნდა გამოცხადდეს, მანამდე კი დღეს სავალდებულო წესით კიდევ ერთხელ გადაისინჯა აღკვეთის ღონისძიება, როგორც მოისმინეთ ნიკოლოზ ჯავახიშვილის მიმართვაც, ასევე ადვოკატების დასაბუთებული შუამდგომლობების მიუხედავად მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და პატიმრობაში დატოვა 8-ვე ბრალდებული. დღეს ჩვენ გამოვიკვლიეთ წერილობითი მტკიცებულებები. ერთ-ერთი მტკიცებულება შეეხებოდა ზვიად ცეცხლაძის ოჯახის წევრის პაპის გარდაცვალების ფაქტს. 27 ნოემბერს ზვიად ცეცხლაძეს გარდაეცვალა პაპა, შესაბამისად 27, 28, 29 და 30-ში ზვიად ცეცხლაძე იმყოფებოდა, იღებდა სამძიმრებს ქალაქ ბათუმში, სამძიმარს და შესაბამისად ფიზიკურად არ იმყოფებოდა აქ. არადა რეალურად ბრალად შერაცხული დადგენილების მიხედვით თითქოს ზვიად ცეცხლაძე 28, 29, 30-ში
აქტიურად მონაწილეობდა აქციაში და შესაბამისად აორგანიზებდა, მაგრამ გამოიკვეთა და დადგინდა, რომ ზვია ცეცხლაძე იმ დროისთვის თურმე როცა ის იყო ჭირისუფალი და იმყოფებოდა ქალაქ ბათუმში, ფიზიკურად მას არანაირი შეხება არ ქონია აქციის მიმდინარეობასთან, მაინც ბრალად აქვს წარდგენილი ზვია ცეცხლაძის აქციის ორგანიზება და ეს ძალადობრივი ჯგუფის ორგანიზება. პროკურორის მტკიცებულებები არის ხშირ შემთხვევაში ცრუ, ფალსიფიცირებული, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში იქ სადაც არ არის ფალსიფიცირებული, არ ასახავს და არ ადასტურებს ვინმეს მიერ დანაშაულის ჩადენას საერთოდ. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ მაგალითად ჩვენ დღეს ვიხილეთ, როცა აქვეთ ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა პროკურორი, ვიხილეთ, როგორ ახმოვანებდა პროკურორი სასამართლოში წარდგენილ ვიდეოს, რომელსაც ხმა არ გააჩნია და პროკურორმა სახლებულ ნიჭით გაახმოვანა ეს ვიდეო. თავისუფლების მტკიცებულები ადასტურებს ის გამალოსას ბრალდების მხარე ცდილობს, უფრო ზუსტად იმას, რომ ის რაც აქციებზე მოხდა, იყო რეალურად პოლიციის ფორმაში ჩაცმული კრიმინალების მიერ ადამიანების დარბევა, ცემა, ძალადობა მათზე და მეორესრული მტკიცებულების ფალსიფიკაცია. რვაპირის სისხლის სამართლის საქმის განხილვა დღეს უკვე დასრულებული არის. ხდომები გაგრძელდება უკვე მოწმეების დაკითხვით, დაცვის მხარე წარადგენს, როგორც უკვე გითხარით, მოწმეებს და ამ ეტაპიდან გაგრძელდება სისხლის სამართლის საქმის განხილვა, რაც შეეხება დავით ხომერიკის საქმეს. ის 60-ზე მეტი სინდისის პატიმართაგან ერთადერთია, რომელსაც პროკურატურა აფეთქების მომზადებას ედავება. ამ წუთებში მიმდინარეობს დავით ხომერიკის სასამართლო პროცესი. მისმა ადვოკატმა შოთა თუთფერიძემ უკვე თქვა დასკვნითი სიტყვა და საკუთარ დასკვნით სიტყვაში დეტალურად ისაუბრა იმ სამართლებრივ შეუთავსებლობებზე, რომელიც პროკურატურას აქვს წარდგენილი საქმეში, როგორც მტკიცებულებები, ისაუბრა ასევე სრულ მოწმე პოლიციელების ჩვენებებზე, რომლებიც როგორც ადვოკატი განმარტავს, ვერ ადასტურებს დავით ხომერიკის ბრალდებას. ახლა საქმე რეპლიკების ეტაპზე არის. რეპლიკას ამბობდა პროკურორი, საქმის პროკურორი ვაჟა თოდუა, რომელიც არის ასევე პროკურორი როგორც 8 ბრალდებულის, ასევე 11 დემონსტრანტის საქმეში. შემდგომ უნდა ისარგებლოს საბოლოო სიტყვის უფლებით თავად ბრალდებულმა დავით ხომერიკმა, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, დავით ხომერიკს აქვს სათქმელი სასამართლოსთვის საბოლოო სიტყვა. ჯერჯერობით უცნობი არა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი. არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ დღევანდელი სხდომა რეპლიკების ეტაპზე დაასრულოს ნინო გალუსტაშვილმა და შემდგომი სხდომისთვის გადადოს როგორც განაჩენის გამოცხადება, ასევე საბოლოო სიტყვის თქმა ბრალდებულის მხრიდან გავრცელებული პრაქტიკით ასე ხდება ხოლმე. ეს არის მოსამართლე, რომლის სახელსაც არაერთი გამამტყუნებელი განაჩენი უკავშირდება, მათ შორის ერთ-ერთი გამამტყუნებელი განაჩენი დღეს გამოიტანა ნინო გალუსტაშვილმა თემურ ზასოხაშვილისა და დავით ლომიძის საქმეზე. დავით ხომერიკს კი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება წარდგენილი ბრალდებით. საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ნინო გალუსტაშვილი ამ საქმეზე, როდესაც ადვოკატები ამტკიცებენ, რომ პროკურატურას არანაირი მტკიცებულება არ აქვს დავით ხომერიკის წინააღმდეგ.